ძველად იაპონიის ერთ პატარა და მშვიდ სოფელში ცხოვრობდა ერთი ბიჭი, რომელიც სხვა ბავშვებს არ გავდა. როცა მისი მეგობრები ბრინჯის ველებში დარბოდნენ და მშობლებს მიწის სამუშაოებში ეხმარებოდნენ, ბიჭი მათ ყურადღებას არ აქცევდა. ის იყო სუსტი მძიმე შრომისთვის და მოუხერხებელი თამაშებისთვის, მაგრამ როდესაც ხელში ფუნჯი და ქაღალდი ჩაუვარდებოდა, მის გარშემო არსებული სამყარო ქრებოდა. ის ხატავდა კატებს, ყველგან, დიდ კატებს, პატარა კატებს, ბრაზიან კატებს ბასრიკბილებით, ნასკატებს, მძინარე კატებს, კატებს ქაღალდზე, კატებს კედლებზე, კატებს მიწაზეც კი, რომლებსაც ეზოში ჯოხით ხატავდა. მისი მშობლები შეშფოთდნენ. ჩვენი შვილი არც მუშაობს, არც სხვებივით თამაშობს. ჯურჩულებდნენ ისინი. ის ვერც გლეხი გახდება, ვერც მებრძოლი, რა ეწევა მას. ბოლოს გადაწყვიტეს ბიჭი უახლოეს ტაძარში გაეგზავნათ, იმ იმედით, რომ ბერები მას სწავლის და ლოცვის გზას მიაჩვევდნენ. ბიჭი მოწიწებით დათანხმდა. მას გულწრფელად სურდა მშობლების გახარება. მაგრამ როგორც კი ტაძრის კედლებს შორის აღმოჩნდა, მისი გული სხვაგვარად მოიქცა. როდესაც ბერები ლოცვებს კითხულობდნენ, ბიჭის ხელი ფუნჯისკენ ისწრაფვოდა. როდესაც წმინდა წერილების ასლებს აკეთებდნენ, ის ფურცლებს სახალისო კატებით ამკობდა. მალევე ტაძრის დიდი კედლებიც კი აცეკვდნენ შავი მელნით მოხატული თათებით და კუდებით. როდესაც მთავარმა ბერმა ეს დაინახა, რისხვას არ აჰყვა და სიკეთე გამოიჩინა. ერთ საღამოს ბიჭუნას ხელი მხარზე დაადო და ჩუმად უთხრა: შენ მღვდლად ყოფნისთვის არ ხარ შექმნილი. შენი ნიჭი სხვა მიმართულებით ანათებს, მაგრამ დაიმახსოვრე. ღამით მოერიდე დიდ სივრცეებს და თავი პატარებს შეაფარე. ბიჭმა თავი დაუქნია, თუმცა ბოლომდე ვერ გაიგონა თქვამი. პატარა ტილოში ნივთები ჩააწყო, ტაძარი დატოვა და ტყის ბილიკებს გაუღვა. დღეები გრძელი იყო, ხოლო ღამეები მარტოობით სავსე. გზაში დროდადრო კატებს ქვებზე ან ხეებზე ხატავდა, რაც მას ღიმილს სცენდა. იმაზეც ფიქრობდა, თუ რატომ იყო სხვებისგან ასეთი განსხვავებული. ერთ საღამოს, როცა საწითლად შეიღება, იგი სახლიდან შორს მდებარე სხვა ტაძარს მიადგა. დიდებული, თუმცა ნანგრევად ქცეული. მისი სახურავი ჩამოშლილი იყო, ველური ვაზები ჭიშკარს შემოხვეოდნენ, კარი ღიად დატოვებული, უძირო საფლავივით მდუმარე. ბიჭმა არ იცოდა, რომ დიდი ხნის წინ ბერებმა იგი ურჩხულის გამო მიატოვეს. მან მხოლოდ გაიფიქრა, რა კარგი ადგილი იქნება დასასვენებლად და იქნებ სახატავადაც. ტაძარში შევიდა. სალოცავი დარბაზი უზარმაზარი და ცარიელი იყო. ჰაერში მტვერი ტრიალებდა. ობობის ქსელები ბოძებს შორის იჭიმებოდა. ყურებში სიჩუმის სიმძიმე ესმოდა. როდესაც კუთხეში ფუნჯები და მელანი იპოვა, გული აუჩქარდა და მაშინვე დაიწყო ხატვა. კატები ქაღალდის კარებზე, კატები კედლებზე, მოხტუნავე კატები, ჩასაფრებული კატები, კაშკაშა თვალებით. დრო გაილია. ბიჭუნა სანთლის შუქზე ხატავდა, სანამ ხელები არ დაუმძიმდა. ბოლოს ფუნჯი გაუვარდა და მიხვდა, რომ ძალიან დაიღალა. მაშინ გაიხსენა ბერის სიტყვები. ღამით მოერიდე დიდ სივრცეებს და თავი პატარებს შეაფარე. ამიტომაც კუთხეში პატარა ხის კარადა შეაფარა თავი, მჭიდროდ მოიკუნტა და დაიძინა. მაგრამ ღამეს მშვიდად არ ჩაუვლია. სიბნელიდან კლანჭების ფხაკუნის ხმა გაისმა. ჩუმი ღრიალი, ვითარც მღვიმეში ქუხილი. და აი,
ტაძრის კარები გაიღო. ურჩხული შემოვიდა. მისი სხეული უზარმაზარი იყო, შავი ქერცლითა და უხეში ბეწვით დაფარული. ზურგზე წვეტიანი ეკლებით, თვალები ნარინჯისფრად უნათებდა. პირის გაღებისას კბილებს შორის ცეცხლი უთამაშებდა. დამშეული ჰაერს ყნოსავდა და ნადალს ეძებდა. ბიჭი კარადის შიგნით კანკალებდა. სუნთქვას იკავებდა. არ იძროდა. და ამ დროს მოხდა სასწაული. კედლებზე დახატულმა კატებმა ნათება დაიწყეს. თავიდან სუსტად, შემდეგ კი უფრო ძლიერად, სანამ მელნის ხაზები ვერცხლისფრად არ გაბრწყინდა. ერთი კატა ნახატიდან ამოხტა და იატაკზე დასკობდა. შემდეგ მეორე და კიდევ ერთი. ათეულობით კაშკაშა კატა გაცოცხლდა. მათი თვალები ალივით ანათებდა. ურჩხულმა მძვინვარედ დაიღრიალა, მაგრამ კატებს არ შეეშინდათ. ისინი გარშემო ეხვივნენ, კუდები აბზიკეს, კბილები გამოაჩინეს და ღრიალით ერთიანად თავს დაესხნენ ურჩხულს. დარბაზი არეულობამ მოიცვა. კაშკაშა კატები ურჩხულს ებრძოდნენ. მათი კლანჭები ალისფრად ბრჭყვიალებდა. ურჩხული იგრიხებოდა, სვეტებს ამტრევდა, იატაკს ფლეთდა, მისი ღრიალი ტაძრის კედლებს ანჩხრევდა. ბიჭი კარადის ნაპრალიდან ფართო თვალებით აკვირდებოდა ყველაფერს. შიში, განსვიფრება და იმედი ერთდროულად უჩქროდა გულში. და ბოლოს ერთი უკანასკნელი მძვინვარე ღრიალით ურჩხული დაეცა. ცეცხლი ჩაქრა. მისი სხეული კი იატაკზე ფერფლად იქცა. კაშკაშა კატები ფერფლის გარშემო შეიკრიბნენ, შემდეგ კი კედლებში ჩახტნენ და ისევ ნახატებად იქცნენ. განთიადზე ბიჭი კარადიდან გამოძვრა. ტაძარში სიჩუმე იყო. ურჩხული გაქრა. მაგრამ კედლებზე დახატული კატები უფრო მრისხანედ გამოიყურებოდნენ. მათი თვალები ცოცხლად ბრწყინავდა. ამ დროს ტაძარში სოფლის მაცხოვრებლები მოვიდნენ. მათ დანახულზე სუნთქვა შეეკრათ. დარბაზში უვნებლად იდგა ბავშვი, გარშემორტყმული ძლევამოსილი კატების ნახატებით. ხალხის გაკვირვება მალევე ჟრიამულმა შეცვალა. ბიჭმა თავმდაბლურად თავი დახარა. ის არც გლეხი იყო, არც ბერი, თუმცა გადაარჩინა ყველა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო. იმ დღიდან ხალხმა იგი დაიმახსოვრა არა იმით, რაც არ შეეძლო, არამედ იმით, რაც გულში ნიჭად დაჰქონდა. ის ცნობილი გახდა როგორც ბიჭი, რომელიც კატებს ხატავდა. ამბობენ, რომ იმ ძველ ტაძარში დღესაც შენიშნავთ მათ. კატებს, რომლებიც უჩუმრად სქერიან, ელიან და ისევ ამოხტომისთვის იყრიან ძალებს.